მეგობრებო, ყველაზე ადვილი გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის ნაკლები ფიქრი იმ ადამიანზე და კონცენტრირება საკუთარ თავზე. შეიძლება ბანალურად ჟღერს, მაგრამ ეს არის ყველაზე სწორი გამოსავალი იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ზედმეტი ფიქრებით ვქმნით ენერგობლოკებს. ეს რეალურია, ეს ნამდვილია, დამიჯერეთ და პირიქით არ ვაძლევთ საშუალებას, რომ ის ადამიანი გამოჩნდეს ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენი ზედმეტი ფიქრებით, მეგობრებო. პირიქით, რაც უფრო გადაერთვებით თქვენს თავზე და ალბათ ამას ყველა გეუბნებათ და ეს რეალურია და იმიტომ გეუბნებათ ყველა. რთული ამ ვითარებაში საკუთარ თავზე გადაერთვა, მაგრამ უნდა მოძებნოთ, გამონახოთ თქვენში ის ძალა, გადაერთოთ საკუთარ თავზე, ჩაუღრმავდეთ, არ ვიცი, სულიერებას მიმართოთ. ეს პროცესიც იმიტომ იწყება ჩვენს ცხოვრებაში, რომ მოხდეს ჩვენი ტრანსფორმაცია, რომ გავთავისუფლდეთ მიჯაჭვულობებისაგან. ასეთ ურთიერთობას, როცა ადამიანი ყველანაირი ხერხით გინდა დაიბრუნო, ჯანსაღ სიყვარულთან კავშირი არ აქვს. ეს არის ეგოს მოქმედებები, მეგობრებო. მე გავაგრძელებ ვიდეოს და როდესაც ჩვენ ჩვენს თავზე კონცენტრირდებით, რაღაც ჯადოსნური ძალებით ყოფილები ყოველთვის ბრუნდებიან. მაგრამ ჩვენ უკვე ისეთ ვიბრაციაში ვართ, აღარ გვაკმაყოფილებს და გვინდა, რომ აღარ ვიბრაციულ ადამიანებთან გქონდეს ურთიერთობა და კავშირები. მოკლედ. ვაგრძელებ. კიდე რას ფიქრობს ეს ადამიანი? აი, დასტის ბოლოს იყო რამდენჯერ მეორე და ისევ ამოვიდა. ადამიანს უყვარხართ. ადამიანს წრფელი გრძნობები აქვს თქვენთან. არკანი შეყვარებულები გარდა იმისა, რომ ორი ერთმანეთისაგან განსხვავებული ერთობას გვაუწყებს, ნახეთ, ერთი ფერადკანიანია, მეორე თეთრკანიანი. არ ვიცი, შეიძლება განსხვავებული იყოთ მსოფლმხედველობით, სტატუსით, ეროვნებით, წარმომავლობით, არ ვიცი. ამის ერთობას გვაუწყებს, ნახეთ. გარდა ამისა, შესაძლოა ურთიერთობაში გვეუბნებოდეს, რომ შეიძლება იყოს კიდე ვინმე. და ადამიანი იყოს გაორებული უბრალოდ. კიდე. კონკურენციაშია თქვენთან. გრძნობს, რომ ძლიერი ქალი ხართ, არაერთხელ ამოვიდა არკანი ძალა. იცის, რომ ძლიერი ქალი ხართ და ის გრძნობს, რომ თქვენ რაღაცნაირად ებრძვით. ანუ გინდათ თქვენი სიმართლე გაიტანოთ. ის თქვენ გებრძვით და მოკლედ ესე ბრძოლებში ხართ ერთმანეთთან. ვინ მოიგებს, ვინ გაიმარჯვებს? კიდე რას ფიქრობს? ფიქრობს, რომ შანსი ხართ. არ ვიცი, რატომ მეორდება სხვადასხვა დასტევით ვშლის ყოველთვის თითქმის ერთი და იგივე შინაარს იდევს ჩემს გაშლებში. ალბათ უმეტესობა ისეთი ადამიანი მიყურებთ, რომლების ურთიერთობაც გგონიათ, რომ დასრულდა, დამთავრდა და ნახეთ, ადამიანი თვლის, რომ თქვენ მისი შანსი ხართ. შანსი სამყაროსგან. მაგრამ რაღაცნაირად ნელა ვითარდება ეს ურთიერთობა, იმიტომ რომ ეს არის ალბათ ზუსტად ის ურთიერთობა, რომელმაც უნდა გაგიყვანოთ სულიერების გზაზე. ან მოხდეს თქვენი ტრანსფორმაცია. მიჯაჭვულობებზე თქვათ უარი. ხო, რა მარტივი არა, ვიღაცა მოძღვრავს ეკრანიდან, მაგრამ ჩვენ ყველაფერი გავიარეთ. ურთიერთობებში. დაცემაც დობეთ სამყაროსადმი და საკუთარი თავის მიღება და სიყვარული. ის, რაცაც სხვა ადამიანებში ვეძებთ, სინამდვილეს ჩვენ გვაკლია. რაღაცა არ მოგვცეს ბავშვობაში და სხვისგან მინდა მივიღოთ. მაგრამ ჩვენ თუ არ გვაქვს ეს, ვერც ერთი ადამიანი ვერ შეგვივსებს ამას. თუ ჩვენში არ არის სიყვარული და სხვისგან ვითხოვთ ამას, ჩვენში არ არის და ვინც არ უნდა მოვიდეს, სულ სიცარიელეს ვიკრიბებთ. ამიტომ ჯერ გულის ჩაკრა უნდა გავხსნათ, ჩვენში უნდა მოვახდინოთ სიყვარულის გაზრდა. ჩვენ თავს მივცეთ სიყვარული,
რომ მოვიდეს სწორი ადამიანი ჩვენ ცხოვრებაში. მოკლედ, სამყაროს ესმის ჩემი სიტყვების და მოკლედ, თავის დროზე სწორი ადამიანი მოვა ჩვენ ცხოვრებაში. ეს ადამიანი რას ფიქრობს მოკლედ? ენატრება ძველი დრო, თქვენთან გატარებული დრო, წუთები, წამები, მაგრამ ალბათ ეს მესამე პიროვნება, მესამე პირი და მასთან არსებული რაღაცა ვალდებულებები არ აძლევს საშუალებას, რომ მოვიდეს თქვენთან. მოდი ამ კითხვას ამაზე დავასრულებ, იმიტომ რომ შეხედეთ. უყვარ ხართ, გრძნობები აქვს, ემოციები აქვს, ნებები აქვს. ენატრება ის დრო. ძალიან მიყვარს ეს არკანი. თასების ორიანი. და ალბათ ისევ განახდება ეს დრო. რა მოხდება უახლოესი ერთი თვის მანძილზე მითხარით, რა მოხდება? დაბრუნდება, გამოჩნდება. მოენატრება თავისი იმპერატორი ქალბატონი და დაბრუნდება და გამოჩნდება. ქალბატონი, რომელიც მისთვის ასოცირდება ნაყოფიერებასთან, სიბრძნესთან, სიყვარულთან, გრძნობებთან, რომელიც ძალიან ენატრება და მნიშვნელოვანი ქალი, ერთმნიშვნელოვნად იმპერატორი ქალი არის ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ქალი, რომელიც ძალიან ენატრება, რომლის ენერგიაც აუცილებლად მოიზიდავს თავისთავად ყოველგვარი რაღაც თავისუფლებაზე ზემოქმედების გარეშე. თუ თქვენ დარჩებით იმპერატორი ქალის ენერგიებში, სუბუქ ქალურ ენერგიებში, თქვენი ადამიანი აუცილებლად გამოვა კონტაქტზე. თავარია განთავისუფლდეთ, გულწრფელად გეუბნებით, მასზე გამუდმებული ფიქრებისგან, რითიც ენერგობლოკებს ქმნით, მეგობრებო. რატომ ხდება, რომ გავიფიქრებთ ადამიანზე და ის მაშინვე რეკავს და გვიკავშირდება? ცოტა რაღაც მინდა, რომ ჩემი გამოცდილებებით გაგიზიაროთ და ცოდნა. რატომ ხდება, რომ ადამიანი გავიფიქრეთ და რეკავს? ადამიანი, რომელიც არ გვაინტერესებს, ან უბრალოდ მეგობარია და რატომ ხდება, რომ ძალიან გვინდა დარეკოს ჩვენმა საყვარელმა ადამიანმა და არ რეკავს? ამ ჩვენი ზედმეტი დაძაბულობით ენერგობლოკებს ქმნით. ეს შეიძლება თვალით უხილავია, როგორც Wi-Fi არის უხილავი, მაგრამ ეგ არ ნიშნავს, რომ არ არსებობს. შესაბამისად, არ ვაძლევთ საშუალებას ადამიანს, რომ მოვიდეს ჩვენს ცხოვრებაში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.